არჩევნებმა ბევრი მიმართულებით პრობლემა აჩვენა და ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ეს პრობლემები უნდა იყოს მაქსიმალურად აღმოფხრილი. საუბარია სამართლებრივ ჩარჩოზე, ინსტიტუციურ ჩარჩოზე და იურისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არამედ ასევე უნდა გამოხატოს და გამოკვეთოს პოლიტიკური ნება, რომ მაგალითად ინსტიტუციური ჩარევა საარჩევნო პროცესში იქნება მაქსიმალურად მინიმიზებული. აქ საუბარია მაგალითად სუსის ინტერვენციაზე საარჩევნო პროცესში და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ რამდენიმე მიმართულებით რეკომენდაცია და პირობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასურველია, რომ ძალოვანი უწყების პირველი და მეორე პოზიციაზე მყოფი პირები გაათავისუფლოს, ისინი გადადგნენ ან ჩანაცვლდნენ საზოგადოებისთვის კონსენსუსის გზით შერჩეული პირებით და ეს იქნება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ინსტიტუტებისთვის, რომ ისინი ნაკლებად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედ პარლამენტს ოპოზიცია და მესამე სექტორი და არავინ ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, შესაბამისად შეუძლებლად მიაჩნიათ მათ რაიმე ახალი კანონების მიღება და ამიტომ არასამთავრობო სექტორში გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარება კანონების მიღების გარეშეც, რადგან არსებული კანონმდებლობა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელს ხდის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. არასამთავრობო სექტორი დღეს ესაუბრა სხვა ორგანიზაციების იურისტებს და პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლებს, რათა მათი ხედვა მათთვის გაეზიარებინათ. არ ჭირდება საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს შესაძლებელია მარტივად დარეგულირდეს ცესკოს აქტებით. მეორე საკითხი უკვე არის ძალოვნების განეიტრალება არჩევნებში ჩარევის, манипуляციის და ძალადობისთვის და ეს არ არის კანონმდებლობის თემა. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნების თემა, რასაც კანონში ვერ ჩაწერა. ამიტომ ინსტიტუციური ცვლილება სუსის შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რაც არის პირველი ეტაპის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ძალიან მარტივად რეგულირდება. მისი პირველი პირები მიდიან და შესაბამისად ის დროებითი მართვა, რომელიც ხორციელდება, უკვე ხორციელდება სამართლიანი არჩევნებისთვის. თუ არსებობს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნება, არავით არის წინაღობა ინსტიტუციური, სამართლებრივი, იურიდიული და ასე შემდეგ აქ არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა არა მხოლოდ მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნაზე, ის ვერ ჩანიშნავს არჩევნებს, არამედ უნდა უზრუნველყოს, მოდით ესე ვთქვათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წინადადება აქ ის არის, რომ უზრუნველყოს ძალოვნების ჩაურევლობა საარჩევნო პროცესში. არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ერთ-ერთი გამოსავალი და შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც სწორედ ახალ არჩევნებში მდგომარეობს. ამიტომ აუცილებელია განვიხილოთ ყველა ის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რაც აუცილებელია შეიქმნას იმისთვის, რომ ავიცილოთ ის, რაც მოხდა გასული წლის ოქტომბერში.